ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში 2015-ის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ბანკის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის 10 ლარიან მონეტას გამოუშვებს. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში იჭრება, მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ დიზაინერი მამუკა გონგაძე. მასზე ოლიმპიური ფესტივალის ლოგო იქნება დატანილი, მეორე მხარეს კი ევროპის რუკა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ვალუტის ამსახველის სიმბოლო. მონეტები რეალიზაციაში 3,000-იანი ტირაჟით გავა. საკმაოდ სამბეჭდავია. უახლოეს დღეებში უკვე ოლიმპიური მონეტები საქართველოში იქნება და ჩვენს არა მარტო ჩვენს მაცხოვრებლებს, არამედ ჩვენს სტუმრებს ექნება საშუალება, რომ შეიძინონ ან როგორც მინიმუმ იხილონ მაინც. აქ გვეუბნებიან, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინის მონეტას ვჭრით საქართველოსთვის. ამ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და ამ მონეტის მოჭრით ეროვნული ბანკი თავის მცირე წვლილს შეიტანს ამ პროცესში. ჩვეულებრივად შეიძლება გადაიხადო ამ მონეტით, თუმცა ეს არის როგორც მოგეხსენებათ ვერცხლის მონეტა, არის საკოლექციო დანიშნულებით და საჭიროა ასე თქვა პრაქტიკაში მას არავინ არ იგონებს.